დიდი ბრიტანეთი მილიონერებისთვის მიმზიდველობას კარგავს. დიდრებისთვის ერთ დროს ყველაზე სასურველი საცხოვრებელი ქვეყანა კონკურენციაში სულ უფრო ხშირად მარცხდება. მილიონერები მიგრაციისთვის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, ამერიკას, იტალიას, საუდის არაბეთს, სინგაპურსა და შვეიცარიას ირჩევენ. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ბრიტანეთში მდიდარი მიგრანტების კლებასთან ერთად მზარდია მილიონერების გადინების ტენდენცია. მიზეზების მაძიებლებისთვის პირველადი ახსნა, მაღალი გადასახადები, ეკონომიკური გაურკვევლობა, ასევე ნდობის შემცირება და გაზრდილი ინფლაციური წნეხია. მილიონერების გადინების პირველი დიდი ტალღა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იყო, როცა ქვეყანა 2000-მდე მაღალშემოსავლიანმა მუდმივმა მაცხოვრებელმა დატოვა, მათგან დიდი ნაწილი რუსი ოლიგარქი იყო. ნისლიანი ალბიონის ხედებს შეჩვეული მილიონერებისთვის ლონდონში ცხოვრებაზე უარის მიზეზებში ბრექსიტსაც თავისი წვლილი ჰქონდა. გადინების აღმავალი ტრენდი გრძელდება და როგორც Hellenic Partners-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, წელს ქვეყანას სავარაუდოდ 16,500 მილიონერი დატოვებს, რომლებიც თან 91 მილიარდ 800 მილიონი დოლარის კაპიტალს გაიყოლებენ. თუმცა ამ ამბავში მარტო ფინანსური და ადამიანური დანაკარგი არ იკითხება. ექსპერტების შეფასებით ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რომელიმე ევროპული ქვეყანა მილიონერთა გადინებით ლიდერობს და თავისთავად ფაქტი მნიშვნელოვანი სიგნალი ხდება იმისთვის, რომ აუცილებელია რეგიონმა ეკონომიკურ და საგადასახადო პოლიტიკას გადახედოს. ევროპას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდებით. მანამდე ცოტა ხნით აზიაზე ვკონცენტრირდეთ და მის უმსხვილეს ეკონომიკას შევხედოთ, რომელიც სახარბიელო მდგომარეობით დიდად ვერ დაიკვეხნის. მილიონერების გადინებით ჩინეთი კონტინენტის უპირობო ლიდერია. ესი ძირითადი მიზეზიც მმართველი კომუნისტური პარტიის მიერ ძალაუფლების განმტკიცება და ბიზნესისთვის სხვადასხვა შემზღუდავი რეგულაციის დაწესება. ამ რეალობის კვალდაკვალ Hellenic Partners-ის პროგნოზით წელს ქვეყანა 7,800 მილიონერი დატოვებს, რომელთა ერთობლივი სიმდიდრეც 55 მილიარდ 900 მილიონ დოლარს შეადგენს. აზიიდან მეორე ქვეყანა, რომელსაც წელს სავარაუდოდ ყველაზე მეტი 3,500 მილიონერი 26 მილიარდ 200 მილიონი დოლარის აქტივებით დატოვებს, ინდოეთია. ჩინეთის მსგავსად, ინდოეთიდან წასვლის სურვილი მთავრობის შემზღუდავი პოლიტიკითა და ქონების არათანაბარი განაწილებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, უცხოელი ინვესტორები ინდოეთში თანხის დაბანდებისგან თავს იკავებენ, რაც გაუმჭირვალი საჯარო სისტემითა და კომპლექსური ბიუროკრატიული პროცედურებით არის განპირობებული. მილიონერთა მიგრაცია მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები არ არის. ეს გლობალური ეკონომიკური განწყობის ანარეკლია, რომელიც აჩვენებს, რომ მდიდარი ადამიანები, ვისთვისაც მიგრაციისთვის სოციალური პირობები, დაბრკოლება არ არის, ომს, არასტაბილურობას, ავტორიტარულ რეჟიმებსა და მკაცრ რეგულაციებს თავს ეკონომიკურად სტაბილურ, უსაფრთხო გარემოსა და ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის მქონე ქვეყნების სასარგებლოდ არიდებენ. სწორედ ასეთ ქვეყნად პოზიციონირებს უკვე მრავალი წელია არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომელიც Hellenic Partners თუ დავუჯერებთ წელს რეკორდული ოდენობის 9,800 მილიონერს მიიღებს 63 მილიარდი დოლარის ერთობლივი ქონებით. აქვე იმასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საემიროები არა მხოლოდ დაბალი საგადასახადო პოლიტიკით ლიდერობს, არამედ ცხოვრების მაღალი სტანდარტით, პოლიტიკური სტაბილურობით, ასევე ბიზნესის კეთებისთვის, ხელსაყრელი გარემოთი და უცხოელი ინვესტორების მიმართ მაქსიმალური ღიაობით. მეორე ქვეყანა, რომელიც წელს კარს ყველაზე მეტ მდიდარ ადამიანს გაუღებს, ამერიკის შეერთებული შტატებია. Hellenic Partners-ის თანახმად შტატებში წელს სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 43 მილიარდ 700 მილიონი დოლარის ქონებით 7,500 მილიონერი ემიგრირდება. ეს მოცემულობა კი დიდწილად ქვეყნის მრავალფეროვანი ეკონომიკით, ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებითა და ცხადია ინოვაციური გარემოთი იხსნება. და ბოლოს, ისევ ევროპას რომ დავუბრუნდეთ, უფრო სწორად მის სამხრეთ ნაწილს და სწორება იტალიაზე, პორტუგალიასა და საბერძნეთზე გავაკეთოთ. ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც აქტიურად იყენებენ ოქროს ვიზების პროგრამას, ანუ მოქალაქეობის გაცემას ინვესტიციის სანაცვლოდ, რაც ფაქტია მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, რიცხვები ნამდვილად ამას გვეუბნება. იტალია წელს 3,600-ს, პორტუგალია 1,400-ს, საბერძნეთი კი 1,200 მილიონერს მიიღებს, რითაც სამივე მათგანი დიდრების სასურველი მიმართულებების სიაში პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს.